პირველ ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32 რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. მონაწილეობდნენ აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, ასევე ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. შეხვედრები მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციამ მთავარ განსახილველ თემად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მიერ დადებული ინტეგრაციის და მეკავშირეობის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების საკითხი დააყენა. ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და რუსეთის დელეგაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტები წარუდგინა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაუარესებული ვითარებაა ასახული. მხარეებმა იმსჯელეს გადაადგილების თავისუფლებაზე და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებაზე. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფლიქტის ზონებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებიც განიხილეს. იყო მცდელობა ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დემარშის, როდესაც განიხილებოდა მეორე ჯგუფში ყოველების დაბრუნების საკითხი, რამდენიმე მონაწილე გავიდა დარბაზიდან, მეორე ნაწილი დარჩა, შესაბამისად სრულად იქნა განხილული ეს საკითხი, ისევე როგორც სხვა ყველა საკითხი. შეხვედრა იყო მწვავე და წინააღმდეგობრივი, თუმცა საკმაოდ ღია. შევძელით ყველა საკითხის განხილვა, რაც დღის წესრიგში იყო. რა თქმა უნდა, პრინციპულ თემებზე პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, მაგრამ როგორც მოდერატორებმა განაცხადეს, უკვე მკვიდრდება გამოცდილება, როცა ერთმანეთის არგუმენტებს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ის ფაქტი, რომ ყველა მონაწილე საქართველოდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, რუსეთიდან და ამერიკიდან ღიად განვიხილავთ ყველა თემას, გამოვხატავთ პოზიციებს, უსმენთ ერთმანეთს. ეს აჩვენებს, რომ ტენდენცია ადგილზე შენარჩუნდეს სტაბილურობა, შეიძლება გადაიზარდოს გარკვეულ ურთიერთგაგებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა გადავლახოთ კონფრონტაციის ეტაპი. რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაც განვიხილეთ. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პოზიციას, რადგან ჩვენ არ ვთვლით საკუთარ თავს მხარედ, თუმცა ჩვენი შეთავაზებაა, რომ რუსეთის წარმომადგენლება ჟენევის დისკუსიის მონაწილეებთან ერთად გავაკეთოთ ცალკე განცხადება ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს რაუნდი შედეგიანი იყო. იგრძნობოდა პრაგმატიზმი და კომპრომისის მოძიება. ყველას აქვს საკუთარი წითელი ხაზები, თუმცა ერთმანეთს პატივსცემენ და ამავე დროს ცდილობენ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალდნენ. ეს ძალიან იმედისმომცემია. რა თქმა უნდა, პრობლემები რთულია და ყველაფრის გადაწყვეტა მალე ვერ მოხდება, თუმცა სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა უკვე პოზიტიურია. გამოჩნდა ბევრი ისეთი საკითხი, სადაც ჩვენ შეხების წერტილები ჩვენს ოპონენტებთან, კოლეგებთან, განსაკუთრებით სოხუმიდან ვნახეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავეკეცით, უпростоრეთ ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა თვითონ წამოწიეს თემა, რომელიც ეხებოდა განათლების პრობლემას კალის რაიონში. ამან გამოიწვია საკმაოდ ხანძლივი პოლემიკა, დებატები, შეკამათება, მაგრამ საბოლოო ჯამში დასკვნამდე მივიდა სოხუმის წარმომადგენლობა, რომ იქ არ არის მთლად ისე საქმე. მოხერხდა ყველა საკითხის განხილვა, რომელიც გათვალისწინებული იყო დღის წესრიგით. მე მხედველობაში მაგ ძირითადად მეორე ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ქეთი ციხალაშვილი. და როგორც საბოლოოდ მე შეჯამდა ამ კონფერენციის, ამ მოლაპარაკების შედეგები, მთლიანად დელეგაცია არ არის უკმაყოფილო იმ შედეგებით, რომელიც აქ იქნა მიღწეული. საუბარი არ არის, რომ ხვალდაზე გადაწყვეტება ის საკითხები, რომელიც ყველაზე მეტად ჩვენ გვაწუხებს, დაბრუნების საკითხი, კონფლიქტის მოგვარების საკითხი, მაგრამ მთავარია, რომ განწყობა სოხუმში იმ საკითხებისადმი, რომლებიც პრობლემატურია, საკვანძოა, იგივე კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, როგორც ითქვა, განათლების საკითხები, ჯანდაცვის საკითხები, თავარია ხდება მათი განხილვა, ერთმანეთის მოსმენა. შეიძლება ვერ და არ ვეთანხმებით კონკრეტულ თქვათ მოსაზრებას, მაგრამ ჯაბას იმაზე, რომ რაც მოძებნილი იქნას
გამოსავალი მხარეებისათვის მისაღები ამის მცდელობა ჩვენ დავინახეთ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 33 რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება.